მოგესალმებით, კოლეგებო. Quorumi გვაქვს. შეგვიძლია სხდომა გავხსნათ. სხდომის დღის წესრიგი ყველას დარეგებული გვაქვს, ერთი საკითხი გვაქვს დღეს განსახილველად. გთხოვთ ხელისაწევით დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე? მადლობა. დღის წესრიგის თანახმად საკითხი არის შემდეგი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ახლა არჩეული პარლამენტის კომიტეტმა უნდა იმსჯელოს წინამოწევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტებზე, რომლებზეც კომიტეტი განსაზღვრულია წამყვან კომიტეტად. ამსჯელობის შედეგად კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიზანშეწონილია თუ არა, რომ გაგრძელდეს კანონპროექტების განხილვის პროცედურები, რომელიც წინამოწევაში იყო და კომიტეტი იყო წამყვანად განსაზღვრული. შესაბამისად, ამ კონტექსტში ჩვენმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს შემდეგ კანონპროექტებზე. საქართველოს კანონის პროექტი, რის გაგრძელებაზეც გვაქვს საუბარი, მოგახსენებთ, საქართველოს კანონის პროექტი გენდერული თანასწორობის შესახებ, ეს ერთი, საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე და თანამდები საკანონმდებლო პაკეტი სულ 16 კანონპროექტი გახლავთ. საქართველოს მომდევნო გახლავთ საქართველოს კანონის პროექტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ასევე რეგლამენტის 104 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომიტეტმა ასევე უნდა იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ. მომდევნო გახლავთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ. გესმით ალბათ, რომ ყველა არის ძალიან აქტუალური და მეტად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, კომიტეტის ფარგლებში უკვე გაიმართა კონსულტაცია აღმოჩნდა დაკავშირებით, რამდენად აქტუალურია დღეს იგივე საკითხების, ასე ვთქვათ, განხილვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ალბათ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული და გვესმის ამ, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო რეგულაციებზე მსჯელობის გაგრძელება. ბატონო? ანუ წვითავთ ამაზე მსჯელობა. დასრულდა. გასაგებია. ხო, მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მოგეხსენეთ, რეგლამენტის თანახმად, უბრალოდ ჩვენ, როგორც უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ჩვენ აღარ ვიქნებით განსაზღვრული როგორც წამყვანი კომიტეტები, შესაბამისად საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივია, რომ იქნება მსჯელობა და შესაბამისად აქტუალობიდან გამომდინარე და მეტი ჩართულობიდან გამომდინარე სხვადასხვა კომიტეტებისა გამომდინარე აქედან გაგრძელდება ბუნებრივია მსჯელობა, უბრალოდ ჩვენ არ ვიქნებით წამყვანი კომიტეტები. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, რომ გთავაზობთ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ იქნეს მიჩნეული ზემოაღნიშნული კანონპროექტების, აგრეთვე დადგენილების და რეზოლუციის პროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელება. კენჭი უყაროთ კომიტეტის დასკვნას, რომელზეც მიზანშეწონილად არ იქნება მიჩნეული ზემოაღნიშნული პროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელება. ვინ არის მომხრე? გთხოვთ ხელისაწევით. ბატონო საულან, არ ხართ მომხრე? საულან, ხართ მომხრე? დავით ახმეტ. მადლობა დიდი. კომიტეტი დასრულებულია. მადლობა კოლეგები.